აშკარად იჩენს უცოდინრობას და აშკარად იჩენს უსუსურობას ამ მიმართულებაში. საერთოდ მე მინდა დღეს სხვა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, მართლა არ მესმის, რატო არის ქართული ოცნება გაღიზიანებული უკრაინაში მიმდინარე საკითხებით. ნაცვლად იმისა, რომ ეს მართლაც და მივიჩნიოთ როგორც საერთო გამარჯვება, იმიტომ რომ ამ კუთხით მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ასთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვანწილად მაინც არ გვაქვს, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ორიენტაცია, ჩვენ გვინდა დასავლეთი, ჩვენ გვინდა თავისუფლება, ჩვენ გვინდა დემოკრატია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებაში ბევრი არის ადამიანები, ვინც ევრაზიულ კავშირს უფრო პერსპექტიულად მიიჩნევენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ამგონია ხა ქართული ოცნების უმრავლესობა იყოს ევრაზიული კავშირის მომხრე, მაგრამ ძალიან მიკვირს ესეთი რაღაცა აჟიტირებული განცხადებები, რომ როგორმე არ ვიცი, ჩვენს არ ხსხებენ ჩირკს, ამით თავის თავს ხსხებენ ისევ და ისევ ჩირკს და ფიქრობ, რომ ცოტა მეტი კარგად გათვლილი განცხადებები ჭირდება. რაც შეეხება კალაძეს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მან თვითონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ერთ ქუჩაზე პატარა არეულობაზე ჩაიყვანა, ხო? თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ მისი განცხადება, რომ გრუშევსკის იქეთ არაფერი არ ხდებაო. ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ უფრო მწყობრი და დაალაგებული პოლიტიკა ექნებათ ნაცვლად უუნარო გაბნეული მესიჯებისა, რომელიც ხშირად მიდის ხოლმე საქართველოს. რა თქმა უნდა, ცალსახად ეხა საიდანღაც მე მიმაბეს ხელოვნურად ამ თემაზე პირდაპირ თქვა, ღიად თქვა და უნდათ რაღაცა ზიანი მოეყენებიათ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ცოტა მართლა სასაცილო იყო ეს განცხადება თავიდან ბოლომდე რაც თქვეს. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ეხა ნარმანიაზე ღიად გეტყვით აბსოლუტურად, რომ საერთოდ დამალეს ეს ადამიანი ძალიან იშვიათად ჩანს ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ფაქტია, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტრო ეს არის უუნარობის ყველაზე დიდი მაგალითი. უსუსურობის, უნიათობის ყველაზე დიდი მაგალითი. გაჩერებული პროექტები, ტენდერს ვერ აცხადებენ, თუ აცხადებენ, იქაც კორუფციული სქემებია, გახსოვთ ეს საგზაო დეპარტამენტის კორუფციული სქემები, რომელიც გამოქვეყნდა ჩვენი თანაგუნდელების მიერ. სიმართლე გითხრათ, ეხა ნარმანია ყველა აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს რო კითხოთ, ალბათ აბსოლუტური უმრავლესობა გეტყვით, რომ ყველაზე შეუფერებელი ადამიანია თუ ვინმე შეიძლება იყოს ქალაქის მერი. იმიტომ რომ მან თავისი განვლილი მუშაობიდან გამომდინარე ვერც ერთი ნორმალურად გაკეთებული საქმით ვერ დაგვამახსოვრა თავი. დავიწყოთ თვითმმართველობის კანონიდან და გახსოვთ მის მიერ შექმნილ კანონს რამხელა არ ვიცი მე გაუგებრობები და არეულობები მოყოდა და პირდაპირ ეთერში იცვლებოდა კანონი ტელევიზიაში, უცებ ვიგებდით დებატების დროს, რომ კაი მაგას შევცვლით, ეს ესე იქნება. ეს არის მისი შექმნილი კანონი. აღარაფერს ვამბობ ცენტრალურ მაგისტრალზე და ზოგადად საგზაო მიმართულებით. ეხლა ზამთარი გავიდა და უბრალოდ თქვენ რო გაიაროთ ქუთაისში ხშირად გვიწევს იცით ჩვენ პარლამენტარებს სიარული ქუთაის თბილისის გზაზე დანგრეულია გზა და ეხლა ხომ უნდა მივიდნენ და გააკეთონ დროულად, რომ ეს სტანდარტია ესეთი, რომ უნდა აღადგინოს რაღაცა ზამთრის მერე რო გამოიზამთრეს. ასე რომ ღიად გეუბნევით, რომ აბსოლუტურად უსუსური ადამიანია თავისი პროფილით, თავისი ცოდნით მენეჯმენტისგან ძალიან შორს არის. სიმართლე გითხრათ, ალბათ ცოტა უხერხულობას იმისთვისაც უნდა გზნობდეს, რომ ხელფას იღებს რეგიონალური განვითარების სამინისტროში როგორც მინისტრი. იმიტომ რომ მართლა არაფერი არ გაუკეთე, ვერ გააკეთა უბრალოდ, განა არ გააკეთა, ვერ გააკეთა. რაც შეუძლია ადამიანს შეუძლია და რაც არ შეუძლია, ხა იმის იქეთ რა უნდა გააკეთოს. ეხლა თუ კალაძე იქნება მისი შტაბის ხელმძღვანელი და მსგავს განცხადებებს გააკეთებს, რაც გუშინ გააკეთა, მე არ მგონია რომ აქ დიდი უნარი გამოჩნდეს. ან ისიც სიმართლე გითხრათ, იმასაც ვერ ხედავ, ძალიან უნარიანი ვინ არის ეხლა მართლა კარგი მენეჯერი ვინ არის ქართულ ოცნებაში, ვინც უნდა დაეყენებიათ მერობის კანდიდატზე. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, რა თქმა უნდა და გვიჩვენებს მომავალი. ვის დაუპირისპირდებით ეს დღის ბოლოს გაირკვევა, ხვალ იქნება უკვე კანდიდატების დასახელება. დღის ბოლოს გაირკვევა ეს ყველაფერი, რაც შეეხება უკვე პროცესს, მე ნამდვილად ვფიქრობ და დღის ბოლომდე ალბათ შევიტან განაცხადს მერობაზე. დანარჩენს ვნახავთ სხვა კანდიდატები ვინ იქნება. პრაიმერი იქნება თბილისში ჩატარებული
საკმაოდ დემოკრატიული პროცესია, ამას უკვე ჩვენი ხარდამჭერები გადაწყვეტენ დაახლოებით 10,000-მდე ადამიანი გადაწყვეტს. საერთო არჩევნებში მე ვუყურებ ძალიან სერიოზულად შანსებს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ისევე როგორც მთელი საქართველო გაჩერდა თბილისიც და ჩვენ კონკრეტულ საქმეს ვთავაზობთ. კარგად უნდა გავიგოთ, რომ მერის პოზიცია ეს არის კარგი მენეჯერის პოზიცია, რომელმაც უნდა მართოს ქალაქი. მე მჯერა, რომ ამ ქალაქს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, მე მჯერა, რომ თბილისი შეიძლება მართლაც გახდეს რეგიონალური ცენტრი, თბილისს ჭირდება ახალი იდეები, ახალი პროექტები იმისთვის, რომ ხალხი დასაქმდეს, შემოსავალი იყოს და ის ბევრი პრობლემა, რომელიც აწუხებს ქალაქის მოსახლეობას, იყოს აწყობილი საათის მექანიზმებით. ისევე როგორც მუშაობდა იუსტიციის სახლი, სანამ არ დახურავდნენ, ხო, საათის მექანიზმით და ისევე როგორც მუშაობს რეგიონებში. აი ესე ავაწყობთ თბილისის სამუშაო პროცესს და ჩვენ თავაზობთ საქმეს, ასე რომ გავიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, არა. დღეს იქნება თბილისში და ეს პროცესია, ხო, პერიოდულად მიყვება მთელი საქართველოს მასშტაბით. 2 საათზე არის უკვე თბილისის ორსაათზე ხვალ არის თბილისის ყრილობა, სადაც თბილისის კონფერენცია, სადაც აირჩევა თბილისის პარტიის ხელმძღვანელი და 35-იანი კაციანი საბჭო დაკომპლექტება, ასევე პირდაპირ და ფარული კენჭისყრით, აქვე დასახელდება უკვე მერობის კანდიდატები. ნახოთ, ხვალ იქნება ეს ყველაფერი. არ გამოვრიცხავ, კი. სიმართლე გითხრათ, არ გამოვრიცხავ ხა კანდიდატურის შეცვლას, იმიტომ რომ წეღანას თქვი ჩემი მოსაზრება თუ რამე ჩავარდნილია, ინფრასტრუქტურა არის ჩავარდნილი ახლა და ეს სამინისტროა ჩავარდნილი თავიდან ბოლომდე. მართლაც უნიათობის აი ძალიან ცუდი მაგალითია გასულ პერიოდში. რაც შეეხება ჩანაცვლებას, ეხლა რო გითხრათ, რომ სხვა რომელიმე კანდიდატურა მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ, ციდან ვარსკვლავებს თავისი უნარის და მენეჯმენტის თვალსაზრისით, ხო, მოგატყუებთ, ამასაც ვერ ვხედავ რა და ასე რომ თუ ჩაანაცვლებენ, მაინც რთული არჩევანი ექნება ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ წელიწადნახევრის მანძილზე გააჩერა ქვეყანა. აი ეს არის და ქვეყანამ დაიწყო სტაგნაცია და თბილისის მერი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, ხო? მე ვერ ვხედავ დღეს კარგ მენეჯერს ქართული ოცნების გუნდში სამწუხაროდ, რასაც მოსახლეობა თავის თავზე ეცნობს. ქალაქს ჭირდება ამუშავება, ქვეყანას ჭირდება ამუშავება და აი ამაზე იქნება აქცენტი გაკეთებული ჩვენებთან. რა თქმა უნდა, ყველა რაიონში გვეყოლება ჩვენი კანდიდატურები. რაც შეეხება რამდენად საკმარისია დრო, სამწუხაროდ დრო საკმარისი არ არის, ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების პირობებში გვიწევს არჩევნებში მონაწილეობა, რაც ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში, ეხლა მთელ საქართველოში მაგალითად რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევნები მიმდინარეობს საბჭოს არჩევნები და პრინციპში აი ეს ორი არჩევნები მიყოლებით, სამი არჩევნები მიყოლებით, დიდ ასე ვთქვათ, ფაზას არ გვაძლევს, სადაც თავიდან ბოლომდე სიღრმისეულად ერთხელ, შევცვლიდით ყველაფერს. თუმცა ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს ვდგავთ ეხლა ამ მიმართულებით. ასე რომ დრო საკმარისი არასდროს არ არის, მაგრამ რაც არის დრო, ეს დრო უნდა გამოვიყენოთ. მე იმედია, რომ ეხლა ქართული ოცნება არ გააგრძელებს იმას, რომ დააკავებს ყველა თავის ოპონენტს, ხო, დაიჭერს, იმიტომ რომ ხონის გამგებელი გახსოვთ დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ეს ადამიანები დააკავეს, როგორც კი მათ უკვე დაიწყეს საარჩევნო თვალსაზრისით მომზადება. მე იმედია, რომ ეხლა ყველას არ დაიჭერენ, მაგრამ ბევრნი ვართ, იცით და აუცილებლად ჩვენ კადრების პრობლემა არ გვაქვს განსხვავებით ქართული ოცნებისგან. ხო, აი, სხვა შორის კალაძის განცხადებაში საერთოდ ვერ გავიგე რა შუაში იყო ამაზე კრიტიკა ჩვენი მართლაც რა. მე გადაცემაშიც ვიყავი და იქაც ვთქვი, მე ვაფასებ პოზიტიურად.
წელიწად ნახევრის დაგვიანებით მოხდა ეს ვიზიტი, ეს კარგია, თუმცა ცოტა გვიანია, მაგრამ კარგია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. კარგია შეხვედრები, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განხილვა უნდა ყოფილიყო კონკრეტულ საკითხებზე, მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელზეც დაპირება საჯაროდ გასცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ამას ჩვენ საქართველოს გაუფორმებთ და ეს ჩვენი ეკონომიკისთვის და ხალხის დასაქმებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა მიმართულებით მე იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება როგორც იმ პოზიტიურ გამოხმაურებას პოზიტიურად გამოიყენებს, ასევე გარკვეულ შენიშვნებს, რომელიც საკმაოდ დიპლომატიური ენისთვის საკმაოდ კაცრი სიტყვებით იყო გამოხატული, ამასაც ნორმალურად მიიღებს. მე განსაკუთრებით ვსაუბრობ ოპონენტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ნორმალურ ურთიერთობაზე, რაზეც იყო საუბარი არაერთ შეხვედრაზე. მე იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ, თუმცა მათი განცხადებები ჯერჯერობით ამას არ გულისხმობს სამწუხაროდ. ეგ თავრობას კითხეთ, რატო ბრუნდება, ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხეთ, რატო ბრუნდება და რა გათვლები აქვს ამ ადამიანს. კარგად ბრძანდებოდით, ბატონო. არჩევნები იქნება 35 კაციანი საბჭო აირჩევა და აირჩევა პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დასახელდება მერობის კანდიდატები. კი, თბილისზე. გაიმართება იმაზე, რა ქვია, გამოფენაზე. პრაიმერი გაგრძელდება, ხვალ გეტყვით ალბათ დაახლოებით 1 თვის მანძილზე, იქნება რაზე, მერობაზე? ხვალ გამოცხადება, რა გითხრათ? დღის ბოლომდე არის განაცხადების შეტანა. მეც არ შემიტანია ჯერ განაცხადები. ხო, ასე რომ ხო და ასე რომ დღის ბოლომდე გავიგებთ ახლა. ხო არ ვიცით. დაახლოებით 1 თვე იქნება ალბათ ის ფაზა. არა, თბილისის მერს, თბილისის ორგანიზაცია, ქუთაისის მერს, ქუთაისის ორგანიზაცია, თელავის და ასე. კი ბატონო. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა. კეზერაშვილის საქმე ცალსახად მიუთითებს, რომ ეს იყო მართლაც ბატონო? არა, სამართლებრივი მექანიზმი როგორ არ არსებობს, უბრალოდ ცალსახაა, რომ სასამართლომ უარყო ის მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა საქართველოს მთავრობას. ძალიან გამიკვირდა თია წულუკიანის გუშინდელი განცხადება, რომ ფრანგი პროკურორებთან მიმართებაში ჩვენი პროკურორები უფრო კვალიფიციურები არიანო და ამ რო არ ჩაერთნენ იმ პროცესში, იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი ფაქტობრივად ესე და მე როგორც ვიცი, წარმომადგენლები მუდმივად იქ იყვნენ და მუშაობდნენ, უბრალოდ ფრანგი პროკურორების გაოცება გამოიწვია საქმის შეკერილმა ხასიათმა და გახსოვთ მათი განცხადება, რომ აშკარად პოლიტიკური ნიშნები შეინიშნებაო ამ საქმეში. თავის დროზე რაც თქვეს ფრანგმა პროკურორებმა, არა მოსამართლემ. შესაბამისად მოსამართლემ მიიღო აბსოლუტურად ადეკვატური გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ არ გააგრძელებს ეხლა თია წულუკიანი, ვიცი რომ სენტიმენტები აკავშირებს საფრანგეთთან განსაკუთრებით და ეხლა საფრანგეთის მართლმსაჯულების ლანძღვას არ დაიწყებს ეხლა რომ უსამართლოები არიან და ხო, ერთი ფაქტი მინდა რომ თურმე კეზერაშვილი მსოფლიოში ყველაზე დიდარი ადამიანია, ისეთი მაგარია რომ საფრანგეთის სასამართლოს მოსყიდვაც კი შეუძლია დაახლოებით ეს კონტექსტი ჩანდა ასევე ამ განცხადებებში. მე მგონი ჯობია რეალობას დაუბრუნდეთ და ნაცვლად ესეთი ცოტა არასერიოზული განცხადებებისა უფრო სერიოზულად მოვეკიდოთ საქმეს. საფრანგეთში კეზერაშვილზე მდიდარი არავინ არ არის. ესე გამოვიდა, რა ვიცი. არ ვიცი ხა რაც არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ვინ შემოიტანს განაცხადს, რომ საიდან გითხრათ ახლა, ხო? პარლამენტ დეპუტატს არ აქვს. არ აქვს. თუ არ ჩასვეს ახლა ის და კარგით.